მითხარი პირველი რა გაგახსენდება სიტყვა ბაქტერიაზე. დაავადებები, სიბინძურე თუ რა? მე პირადად ბაქტერიებზე ჩემი ენერგია, ჩემი ფიქრები და ჩემი ზოგადი ჯანმრთელობა მახსენდება. ნამდვილად არ ვიცი მიხდი თუ არა, მაგრამ ამ ვიდეოში მიკრობიომზე ვისაუბრებ. მიკრობიომი შედგება ტრილიონობით ბაქტერიისგან, ვირუსისგან, სოკოსგან და კიდევ სხვა მიკროორგანიზმისგან. საერთოდ რაში გვჭირდება მიკრობიომი? ისინი ამუშავებენ ისეთ ნივთიერებებს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ფიზიკურად ვერ ერევა. აწარმოებენ ამ ვიტამინებს, არეგულირებენ იმუნურ სისტემას და თავად უეიცავენ ჩვენ ორგანიზმს მავნე ბაქტერიებისგან. და რაც ყველაზე საინტერესოა, ისინი გავლენას ახდენენ ჩვენს ტვინზე და ფიქრებზე ზოგადად. სწორედ ამიტომ არის, რომ ნაწლავებს მეორე ტვინსაც კი უწოდებენ. დღეს მე მგონი რაღაც ახალი გაიგე, მაგრამ ხვალ ისეთ რამეს გაიგე, რასაც ვერც კი წარმოედგენდი ალბათ. რატომ არის, რომ ადამიანების რაღაც კატეგორია ან მხოლოდ ხორცს ჭამს, ან მხოლოდ ბალახს, ან საერთოდ ყველაფერს აბედნიეროდ. აი ეს იქნება შემდეგ ვიდეოს თემა, ამიტომ არ გამოგჩეს.